მოგესალმებით რადიო მსმენელებო, დღევანდელი გადაცემის თემად შევარჩიეთ მოხალისეობა, როგორც აქტიური მოქალაქეობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. სტუმრად მოვიწვიეთ ახალგაზრდული მუშაკი ანიმოსე მღვდლიშვილი, რომელმაც 1 წლის წინ გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში დააარსა ორგანიზაცია ProUse საქართველო. ანამ გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის დაიწყო საინტერესო პროექტების განხორციელება. მისი მაგალითი შთამაგონებელი იქნება სხვა ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთი სოფელი თუ პატარა ქალაქი გახადონ საცხოვრებლად საინტერესო, ისე როგორც ეს ანამ შეძლო. გამარჯობა ანა, გვიხარია რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირველ რიგში მოგვიყევი, რატომ გადაწყვიტა ორგანიზაციის დაარსება და გვესაუბრე ამ მოკლე დროში უკვე რისი განხორციელება შეძელი. გამარჯობა ტასო, მივესალმები ასევე ჩვენს რადიო მსმენელებს და პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ მომიწვიეთ ამ თემაზე სასაუბროთ. რომ დავიწყოთ სულ თავიდან, კოვიდის პერიოდში მომიწია მე ისე სწავლის შემდეგ დაბრუნება სოფელში. რა პერიოდშიც მომიწია იმ პრობლემების წინაშე დადგომა, რომლის წინაშეც სოფლად და რეგიონში ცხოვრები ახალგაზრდები დგანან. შემდეგ 2021 წელს მე გავხდი მობილური ახალგაზრდული მუშაკი თელავის მუნიციპალიტეტში. რა პერიოდშიც მე და ჩემი მეწყვილე დავდიოდით სოფლად და ვახორციელებდით ისეთ აქტივობებს და პროგრამებს, რომლის ნაკლებობასაც განიცდიდნენ ახალგაზრდები და რომელიც ეხმარებოდათ საკუთარი პიროვნული და პროფესიული განვითარების გზაზე. შესაბამისად, როდესაც უკვე უშუალოდ ასე ღრმად გავეცანი აი ამ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგანან ჩვენი ახალგაზრდები, მე გამიჩნდა უფრო დიდი мотиваცია და სურვილი, რომ გამეერთიანებინა იმ ახალგაზრდების რესურსები და შესაძლებლობები, რომლებსაც გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და გვინდოდა, რომ პოზიტიური ცვლილებები მოგვეტანა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ამიტომ გაგვიჩნდა ყველას იდეა, რომ ჩამოგვეყალიბებინა ახალგაზრდული ორგანიზაცია და ჩვენი მთავარი აქცენტი გაკეთებული იქნებოდა ახალგაზრდების პრობლემებზე, მათ საჭიროებებზე და გავხდიდით უფრო საინტერესოს რეგიონში ცხოვრებას, რითაც ასევე ჩვენი მიზანია, რომ შევამციროთ მიგრაცია სოფლებიდან, რომ უფრო მეტად მრავალფეროვანი საინტერესო გახდეს რეგიონებში და სოფლებში ცხოვრება. რაც შეეხება ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს და აქტივობებს, ჩვენ განვახორციელეთ პირველი ესეთი მასშტაბური პროექტი, დავიწყეთ ის სოფელ ვაჩნაძიანიდან. ეს დაფინანსება მოვიპოვეთ ჩვენ CSRDG-დან, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრიდან, რომელმაც დაგვიფინანსა პროექტი აქტიური ახალგაზრდები და ძლიერი ქალები. და ამ პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში გაგვევითარებინა აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო უნარჩვევები, მათი ლიდერული უნარები და მათ ახალგაზრდებმა ტრენინგების გავლის შემდეგ ისწავლეს თუ როგორ უნდა ჩაეტარებინათ კვლევა, როგორ გამოეკვლიათ თანატოლებში არსებული პრობლემები და გამოწვევები და მათ ასევე იმუშავეს სათემო პროექტების დაგეგმვაზე და ასევე გვქონდა ჩვენ მეორე კომპონენტი, რომელიც გულისხმობდა ქალების გაძლიერებას მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, რადგან ეს პრობლემა დიდ გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოში და ასევე საქართველოში ძალიან აქტუალური პრობლემაა, როგორც ახალგაზრდებში, ასევე ქალებში და ამ მიმართულებითაც ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე დღიანი ტრენინგი, სადაც ქალები მონაწილეები იყვნენ ძირითადად ქალები და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობდნენ სხვადასხვა ტექნიკებს, რომელიც დაეხმარებათ მომავალში მათი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, ასე რომ ვთქვათ. ხო, კიდევ ამის გარდა გვქონდა ჩვენ ერთი პროექტი, რომელიც ორიენტირებული იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შიშიმუ ახალგაზრდების და ქალების საჭიროებების კვლევაზე. ეს პროექტი იმიტომ ავიღეთ განსახორციელებლად, რომ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობა იქნება თუ აქტივობა, მაქსიმალურად იყოს ინკლუზიური და ყველა ჯგუფის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ გარდა იმ
იმისა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ზოგადად რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ნაკლებად მიუწვდებათ სხვადასხვა სერვისებზე და შესაძლებლობებზე ხელი, ამასთან უფრო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან შშმ ახალგაზრდები, იმიტომ რომ მათთვის უფრო ნაკლები შესაძლებლობა და აქტივობა, რომელშიც ჩართვაც შეუძლიათ. ამიტომ იმისთვის, რომ ზუსტად ვცოდნო და რა გამოწვევების წინაშე არიან ესეთი ადამიანები, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში და ასევე გამოვაქვეყნეთ კვლევის დოკუმენტი, რომელიც გვიჯერა, რომ მნიშვნელოვანი გზამკვლევი შეიძლება აღმოჩნდეს მუნიციპალიტეტისთვის საკუთარი სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აპირებენ ჩვენს რეგიონში მუნიციპალიტეტში მათზე ორიენტირებული, ამ ჯგუფზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას. ადგილობრივ პროექტების გარდა ჩვენ ასევე ვახორციელებთ საერთაშორისო პროექტებს და აი ესეც ერთ-ერთი მიზანი რის გამოც ჩამოვაყალიბეთ ჩვენ ეს ორგანიზაცია იყო ის რომ მე მაგალითად სანამ 18 წლის არ გავხდი და თბილისში არ გადავედი საცხოვრებლად, სასწავლებლად, არც ვიცოდი და არც მქონდა ინფორმაცია რომ არსებობდა საერთაშორისო გაცვლითი პროექტები, რომელში მონაწილეობის მიღებაც შემეძლო თავად და ნუ ეს შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მე რეგიონიდან გადავედი თბილისში და ვიღებდი ძალიან ბევრ პროექტში მონაწილეობას და გული მწყდებოდა, ეხლა მეც რო დავბრუნდი რეგიონში, გული მწყდებოდა, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს არ ჰქონდათ მსგავსი შესაძლებლობა, არ იყვნენ ადგილზე ის ორგანიზაციები, რომელიც დააკავშირებდათ და შესაძლებლობას მისცემდათ აი ევროპაში წასული იყვნენ, განათლება მიიღოთ, სოციალური კონტაქტები გაეფართოვებინათ და ასე შემდეგ. ამიტომ მე აი ამ პერიოდში, როდესაც თავად ვიყავი მონაწილე, დავაგროვე ძალიან ესეთი ფართო სანაცნობო წრე, ვისაც დავუკავშირდი და დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობა და ამჟამად ჩვენ მიმდინარე წელს გვექნება 5 საერთაშორისო პროექტი, რომელშიც 25 ან 30 ახალგაზრდამდე მიიღებს მონაწილეობას. გვაქვს პროექტები როგორც 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ასევე 18-დან 29 წლის ახალგაზრდებისთვის. შემდეგი პროექტი, რომელზეც ვაპირებთ ახლა წასვლას, დაგეგმილია 17-დან 24 აგვისტოს ჩათვლით და უკვე შერჩეულები არიან მონაწილეები და 15 აგვისტოს მივემგზავრებით ჩეხეთში. ძალიან საინტერესო თემატიკაც არის ამ პროექტის, აქაც მენტალური ჯანმრთელობაზე არის ყურადღება გამახვილებული. ძალიან მაგარი ამბები გაქვთ, ანა, მიხარია, თვალს გადევნებთ, აქტიური გულშემატკივარი ვარ, თქვენს Facebook-ს დიდი ყურადღებით ვეცნობი ხოლმე დადებულ პოსტებს, მიხარია, რომ ასე მოკლე დროში შეძელით საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და წინ ასეთი დიდებული გეგმებიც გაქვთ. გკითხავ აქვე, შესაძლებლობა არის თუ არა ამ საერთაშორისო პროექტებში მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც რომ ჩაერთნონ, ცოტა რთულია ხოლმე ალბათ რაღაც გურჯაანზე იქნები ორიენტირებული, მაგრამ როგორც ლაგოდეხელი გკითხავ, ამის შესაძლებლობა გვექნება თუ არა ნაკაური ახალგაზრდებისთვისაც. კი, რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ 1 წელია, რაც დავფუძნეთ და ფუნქციონირებთ და შეიძლება ესეთი ბევრი პროექტი არ გქონდეს თავდაპირველად და ჩვენი გახსნის ლოკაციას გვინდა რომ მაქსიმალურად პირველი პროექტები მათზე იყოს ორიენტირებული და მათ მიეცეთ პირველი შესაძლებლობა, თუმცა მომავალ წლებში რა თქმა უნდა ვფიქრობთ რომ სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც მაქსიმალურად ჩაერჩავთოთ ახალგაზრდები და მივცეთ ეს შესაძლებლობა. გისურვებ წარმატებას, გავიზიარებ შენს გამოცდილებას ამ მხრივ, როგორ დარეგისტრირდი, როგორ გახდი გამგზავნი ორგანიზაცია, იმიტომ რომ ეს გეგმა ჩვენც გვაქვს და ძალიან კარგი იქნება მოკადდეს ურთიერთობის თანამშრომლობა. ახლა მინდა გკითხო, ზოგადად რას ნიშნავს შენთვის აქტიური მოქალაქე და რა გავლენა აქვს ჩართულობას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში? აქტიური მოქალაქეობა ზოგადად აი ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება
ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნაკლები იყო ამ ცნობიერება მოსახლეობაში, თუ როგორ შეეძლოთ, რომ ყოფილიყვნენ დემოკრატიული სახელმწიფოს მცხოვრები აქტიური მოქალაქეები და ეს კულტურაც დაბალი იყო, თუმცა პერიოდულად ეს უნარები და ცნობიერება ვითარდება და უფრო მეტი მოქალაქე იჩენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ჩართულია საზოგადოებისთვის კეთილდღეობის მომტანი აქტივობების განხორციელებაში. მე ვფიქრობ, რომ როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო და როგორ მნიშვნელოვან საქმესაც არ უნდა აკეთებდე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამასთანავე ინტერესდებოდე შენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და აქცენტირებას ახდენდე იმ პრობლემებზე და იმ პრობლემების მოგვარებაში იყო ჩართული, რომელიც აწუხებს ზოგადად შენს თემს და შენ გარშემო შენთვისაც შემაწუხებელი და დამაბრკოლებელია. თუ არ ხერხდება რაღაცა ადგილობრივი რესურსებით იმ პრობლემების გადაჭრა, ან იმ პერიოდისთვის, იმ მოცემულობისთვის შეიძლება რომ უფრო მეტი ძალების გაერთიანება იყოს საჭირო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ თითოეულ მოქალაქემ დაინახოს საკუთარი როლი ამ პრობლემების გადაჭრაში, მონახოს საკუთარი თანამოაზრეები გაერთიანდნენ და ისე როგორც მაგალითად მე და დანარჩენმა ახალგაზრდებმა, ჩემმა მეგობრებმა, რომლებმაც დავაფუძნეთ ეს ორგანიზაცია, ჩვენ არ ვართ დასაქმებულები ის ახალგაზრდები, რომლებმაც დავაფუძნეთ ახალგაზრდული ორგანიზაცია სრულად და ძირითადად მოხალისეობრივად ვეწევით ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობას, იმიტომ რომ ჩვენ თვლით, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ იმ გარემოს გამოსწორებაში და ცვლილებაში, რომელშიც გვიწევს ჩვენ თავად ცხოვრება. შესაბამისად, მოხალისეობა არის ამის ძალიან კარგი საშუალება და შესაძლებლობა, რომ თითოეულმა მოქალაქემ გამოავლინოს საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. რა ვიცი, საქართველოში ძალიან ბევრი სოციალური პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომლის მოგვარებაშიც თითოეულმა ადამიანმა შეუძლია რომ ითამაშოს ძალიან დიდი როლი და მხოლოდ ისე არ უნდა ვიყოთ ხოლმე რომ ველოდოთ სხვას ან ვინმე როდის მოგვიწოდებს საკუთარი ინიციატივითაც შეგვიძლია გამოვიჩინოთ, გამოვიდეთ, შევთავაზოთ სხვა ადამიანებს შემოგვიერთდნენ ამ საქმის კეთებაში და თუ არ ჩერდება ადამიანი და მუდმივად იბრძვის უკეთესი გარემოსთვის, აუცილებლად ეს ქმედება არის ხოლმე შედეგიანი და მოაქვს ცვლილებები. ნამდვილად გეთანხმები აბსოლუტურად, გარკვეულწილად შეეხე, მაგრამ მინდა რომ ზუსტი განმარტება შევთავაზოთ მსმენელებს, რა არის მოხალისეობა, ამის შესახებ ვისაუბროთ და შენივე გამოცდილებით რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია გარემოზე ადამიანების ერთობლივ ძალისხმევას. ძირითადად მოხალისეობა სამ პრინციპზეა დაფუძნებული. პირველი ის, რომ საკუთარი ნებით და სურვილით ერთვები ამ საქმიანობაში, არავინ არ გაძალებს და რაღაცისთვის არ აკეთებ და შენი ღირებულებებიდან გამომდინარე, შენ გიჩდება შინაგანი мотиваცია და სურვილი იმის, რომ ამ აქტივობაში იყო ჩართული და შენი წვლილი შეგქონდეს სასიკეთო საქმეში. მეორე ის, რომ სანაცვლოდ ფინანსურ ანაზღაურებას არაფერს არ ელი ამისგან და მოკლედ ძალიან ესე უსასყიდლოდ აკეთებ ამ შენ საქმიანობას. და მესამე პრინციპი, რომელსაც ეფუძნება მოხალისეობა, ეს არის სასიკეთო საქმე, პოზიტიური ცვლილებების გამოწვევა შენ საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი დადებითად იმუხტება მას შემდეგ, რაც დაინახავს საკუთარი ქმედების შედეგს, სასიკეთო შედეგს, პოზიტიურ ცვლილებას და ეს უფრო უმაღლეს თვითშეფასებას, უგრძნობა კმაყოფილების გრძნობა და თუ რაღაცნაირად გავიაზრებთ იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქმედებები და რამდენად სასიკეთო შედეგები შეუძლია გამოიწვიოს ჩვენმა ჩართულობამ,
აუცილებლად ყველას გაუჩნდება мотиваცია, რომ იყვნენ უფრო მეტად აქტიურები და არ იყვნენ რაღაცნაირად მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებულები. აი ჩვენი მიერ განხორციელებული პროექტებიდან გამომდინარე მე არ შეიძლება დამავიწყდეს იმ ახალგაზრდების ემოციები და შეფასებები უკავშირი, რომლებმაც კონკრეტული ცოდნა მიიღეს ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებზე, გახალისდნენ თავგადასავლებში გადაეშდნენ, განივითარეს სხვადასხვა პიროვნული უნარჩვები, მაგალითად მანამდე თუ არ შეეძლოთ საზოგადოების წინაშე საკუთარი აზრის გაჟღერება, ეხლა უკვე თამამად დაიწყეს საუბარი, პრეზენტაციების კეთება, ისწავლეს როგორ იგეგმება პროექტი, როგორ ხორციელდება და ასევე სხვადასხვა სოციალური პლატფორმების საშუალებით როგორ შეიძლება კომუნიკაცია დაამყარო საზოგადოებასთან და იმ საკვანძო უნარების განვითარება შეძლეს ახალგაზრდებმა, რომელიც ეხმარებათ თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ, აი შრომის ბაზარზე როცა საკუთარი თავი დაიმკვიდრონ და იყვნენ უფრო მეტად წარმატებულები. შესაბამისად, როდესაც აი ამ შედეგებს უყურებ და შენ ხედავ უფრო მეტად აქტიურ ახალგაზრდებს, ბედნიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც გზა გაეხსნათ და ძალიან ბევრ შესაძლებლობებზე მიუძდებათ უკვე ხელი და უფრო მეტად აქტიურად არიან სხვადასხვა საქმიანობაში ჩართული, ეს იწვევს ძალიან დიდ კმაყოფილების გრძნობას და უფრო მეტი мотиваცია მეძლევა მე პირადად რომ მეტი აქტივობა ჩავატარო და მსგავსი ცვლილებები გამოვიწვიო თემში. შვენიერი, მინდა შევეხოთ უფრო დეტალურად ევროპულ ქვეყნებში ჩვენს არაერთ მოგზაურობას, მათ შორის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მოხალისეობრივი პროგრამებით, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, მინდა მოყვე შენ თვითონ შენს გამოცდილებაზე კონკრეტულად რას აკეთებდი, რომელ ორგანიზაციებში იყავი, სად იყავი, როგორც მოხალისე და იქაური გამოცდილებები გაგვაცანი მოხალისეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მე აქვე ვიტყვი, რომ მაგალითად ერთხელ ვიყავი იტალიაში პროექტით და მახსოვს, რომ იქ ზრდასრული ასაკის ადამიანები, რომლებსაც თავისთავად რაღაც პროფესია აქვთ და თავის საქმიანობას ეწევიან, ერთ-ერთ ორგანიზაციას, მიმღებ ორგანიზაციას მოკლედ ეხმარებოდნენ იმაში, რომ ჩვენ თქვათ ჩვენთვის პიცა გამოეცხოთ, მოეტანათ, სუფრა გაეშალათ. ამ ყველაფერს ისინი თავიანთი მოხალისეობით აკეთებდნენ, თავიანთი სულისკვეთებით აკეთებდნენ, თავიანთი ნებით აკეთებდნენ და ეს იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის ამის ხილვა, იმიტომ რომ აქ ჩვენს სივრცეში, ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება იმ დროისთვის ცოტა უფრო უცხო იყო. ახლა ბევრი რამ ჩვენთანაც შეიცვალა, მაგრამ მოკლედ ევროპის ქვეყნებში კიდევ უფრო სხვანაირად ხდება. და სხვანაირი კულტურა არის მოხალისეობის, ამიტომ მინდა რომ ეს გამოცდილებები გაგვიზიარო. კი, რა თქმა უნდა, ევროკავშირს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა European Solidarity Corps, ანუ ევროპის სოლიდარობის კორპუსი, ესე ქვია ამ პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირის წევრ და პარტნიორი ქვეყნებიდან ახალგაზრდებს აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციებში, ანუ ორგანიზაციები არასამთავრობო სათემო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა რეგიონებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ახალგაზრდებს აქვთ შანსი რომ წავიდნენ ამ ორგანიზაციებში და იმ პროექტების განხორციელებაში იყვნენ ჩართულები, რომლებზეც აკეთებს აქცენტს ეს კონკრეტული ორგანიზაციები. და ძალიან კარგი საშუალება ასევე რომ გაიცნოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე გაიცნო იმ ორგანიზაციის პრაქტიკას, გამოცდილებას, თუ როგორ ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და პროგრამებს, მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება და ასევე იმ ქვეყნის აღმოჩენის დათვალიერების ძალიან კარგი საშუალებაა ხოლმე. მეც ერთ-ერთი მოხალისე ვიყავი სოლიდარობის კორპუსის და პოლონეთში ვიყავი 6 თვით და აი ეს თვითონ როგორც ქონდა დაგეგმილი ჩემ მასპინძელ ორგანიზაციას ეს მოხალისების მიღება და კურირება იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ რაღაც ერთი დიდ სახლში გვიწევდა ცხოვრება, სადაც 20-25 მოხალისე ვიყავით სოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან და გარდა
გარდა იმისა, რომ ჩვენ თითოეული სხვადასხვა აქტივობებში ვიყავით ჩართული, ძალიან კარგი საშუალება იყო ეს ერთად თანაცხოვრება, რომ გაგვეგო ერთმანეთის ღირებულებები, შეხედულებები, აღქმები სამყაროს მიმართ და რაღაცნაირად აი იქ ცხოვრების პერიოდში მე თავადაც შევამჩნია, რომ უფრო მეტად მიმღებლური და სოლიდარული გავხდი ზოგადად სხვადასხვა განსხვავებული აზრის მიმართ, განსხვავებული რელიგიების და წარმომავლობის ადამიანების მიმართ და ეგ ძალიან დიდი პოზიტიური ცვლილება იყო საკუთარ თავშიც და სარგებელია რაც ამ პროექტიდან მივიღე. მეორე, ჩემი უშუალო საქმიანობა იყო სკოლაში, პოლონეთის ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლიდი. ასე რომ ვთქვათ, ვეხმარებოდი ექსტრაკურიკულური აქტივობების დაგეგმვაში. ანუ ის, რასაც კლას გარეშე აქტივობა შეიძლება ჩავთვალოთ და ის აქტივობები, რომელიც უფრო სახალისოს ხდის სასკოლო ცხოვრებას, აი ამ აქტივობებს ვგეგმავდი ახალგაზრდებს და ამასთან ვაცნობდი ქართულ ტრადიციებს, საქართველოს შესახებ ვუყებოდი, პრეზენტაციებს ვატარებდი და მოკლედ პოლონელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ საქართველოზე გაეგოთ უფრო მეტი. უმრავლესობა არც კი იცოდა სად იყო რუკაზე ჯორჯია და ყველას ეგონა ხოლმე რაღაცნაირად ამერიკის შტატზე ვსაუბრობდით ხოლმე და აი ამ ჩემი ჩატარებული პრეზენტაციებიდან და აი აქტივობიდან გამომდინარე მე თვითონაც მქონდა ძალიან ესეთი კმაყოფილების განცდა და იმიტომ რომ ჩემ ქვეყანას ვაცნობდი უფრო მეტ ადამიანს და ასევე რა თქმა უნდა ისინი ატარებდნენ თავიანთი ქვეყნის კულტურის შესახებ პრეზენტაციებს და მე უფრო მეც ვეცნობოდი მათ შესახებ. აი იმ პერიოდის განმავლობაში ასევე ვისწავლე რაღაც გარკვეულ დონეზე პოლონური ენაც და სხვადასხვა მოხალისეებთან ერთადაც მათ ენასაც ვცდილობდი, რომ რაღაც სიტყვები მესწავლა და ეხლა მაგალითად პოლონურს რო ვისმენ ხოლმე რაღაც აზრი უკვე გამომაქვს და ეგეც ძალიან ისეთია პოზიტიურია ჩემთვის რა სასიამოვნოა. კი, ბევრი სარგებელი მოაქვს ნამდვილად კულტურათა შორის ურთიერთობებს ჩვევია ის, რომ ენას ვისწავლით არა მარტო პოლონურ ენას, ალბათ მოხალისეები სხვა ქვეყნიდან ვინც იმყოფებოდნენ ცოტა ესპანური, იტალიური, პორტუგალიური შემოგესწავლა. ამიტომ ძალიან საინტერესო არის, მე ძალიან მიყვარს ასეთ პროექტებში მონაწილეობის მიღება. 29 წლამდე აქტიურად შეუძლიათ, 18-დან 29 წლამდე აქტიურად შეუძლიათ ახალგაზრდებს ასეთი პროექტებით დაინტერესდნენ. Google-ში ყველაფერი იძებნება, შეუძლიათ დასერჩონ, ნახონ, შეავსონ და არ გამოტოვონ მოკლედ ეს შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ხო, და რაც თავარია და მნიშვნელოვანია აი ამ პროექტებში, როგორც გრძელვადი ამ პროექტებში, ასევე Erasmus+-ის მოკლევადი ამ პროექტებში მონაწილეობის მიღება არის სრულიად უფასო და ევროკავშირი აფინანსებს ფრენის, კვების, საცხოვრებლის ხარჯებს და აი ნებისმიერი წარმომავლობის, ნებისმიერი სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მქონე ახალგაზრდას შეუძლია მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღება და იმ გამოცდილებების შეძენა, რაც ისი საშუალებაც გვაქვს ძალიან მადლიერები ვართ ამის ევროკავშირისგან. ნამდვილად გისურვებ წარმატებას, როგორც გამგზავნი ორგანიზაცია გისურვებ გაძლიერებას, ბევრ ახალ პროექტს და ახალგაზრდებს თავის მხრივ ეს შესაძლებლობას მისცემს, რომ ეხლა რაზეც ისაუბრე, შენნაირი გამოცდილებები მოკლედ ჰქონდეს. მინდა გკითხო სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ. ამ პოლიტიკის მიხედვით უნდა შეეწყოს ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას. შენი დაკვირვებით, რა კეთდება ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში და რა უნდა კეთდებოდეს? კი, მოკლედ გვაქვს ჩვენ მიღებული ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია კონკრეტული პრიორიტეტები და მიმართულებები, რამ ხრივაც უნდა შეეწყოს ხელი ახალგაზრდებს და ერთ-ერთი მათ შორის მეოთხე სტრატეგიას წარმოადგენს ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე, რაც მნიშვნელოვანია მათ შორის ასევე როგორც მოხალისეობრივი ჩართულობა და მათი მონაწილეობა ადგილობრივ მთავრობებთან გაუწიონ რეკომენდაციები და იყვნენ ჩართულები სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იმიტომაც არის სტრატეგიის დოკუმენტში ჩაწერილი ეს, რომ გამოწვევას წარმოადგენს დღეს საქართველოსთვის ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა
და იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მაგალითად იქმნება ახალგაზრდული საბჭოები მუნიციპალიტეტებში, ვიცი რომ დაახლოებით 10-მდე მუნიციპალიტეტში უკვე არსებობს ახალგაზრდული საბჭო, რომელსაც შესაძლებლობა აქვს თავად დაგეგმონ, შეიმუშაონ სხვადასხვა აქტივობები, რომელიც მათ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის იქნება მნიშვნელოვანი და ასევე ისინი რეკომენდაციებს გასცემენ ადგილობრივი მთავრობისთვის, თუ რა მიმართულებით იყოს სხვადასხვა პროგრამები დაგეგმილი და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან კარგი იქნება თუ მთავრობა მჭიდროდ ითანამშრომლებს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები არიან ის ადამიანები, რომლებიცაც უშუალო კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან და მათ იციან და ისინი შეიძლება იყვნენ ძალიან კარგი შუამავალი რგოლი დამაკავშირებელი ახალგაზრდთან მუშაობის და ასევე ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით სამოქალაქო სექტორს არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტი გამოცდილება აქვთ ახალგაზრდული პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების კუთხით და შეიძლება ვთქვა დარწმუნებითაც შემიძლია ვთქვა რომ სამოქალაქო ორგანიზაციებს უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვთ როგორ განახორციელონ ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები და აი ეს თანამშრომლობა რესურსების, ცოდნის გამოცდილების, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი სარგებლის მომტანი ახალგაზრდებისთვის. იმის ცოდნა ასევე რომ სტრატეგიის დოკუმენტში გვიწერია ჩვენ ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ახალგაზრდა იცოდეს რომ რაღაცა ეროვნულ დონეზე ისინი აღიარებულები არიან როგორც მნიშვნელოვან ძალად და უჩნდებოდეთ мотиваცია რომ თვითონაც გამოიჩინონ ინიციატივები, რომ მუდმივად კომუნიკაციაში იყვნენ ადგილობრივ მთავრობასთან, იღებდნენ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას. ხო, და მიმაჩნია მე რომ მომავალში უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ხელს შეუწყობდა ახალგაზრდებს, რომ იყვნენ უფრო მეტად აქტიურები და ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხშირად ვისმენთ ხოლმე რომ ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი, ქვეყნის მომავალი და რატომღაც გვავიწყდება ხოლმე რომ ახალგაზრდები არიან ასევე ქვეყნის აწმყო, რომლებსაც ძალიან დიდი ყურადღება ჭირდებათ და მათი აზრი და მათი დამოკიდებულებები, შეხედულებები არის მნიშვნელოვანი გათვალისწინებული იყოს სხვადასხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში და მუდმივად უნდა ვუსმენდეთ ახალგაზრდებს. აბსოლუტურად გეთანხმებით. ანი, ვფიქრობ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. მადლობას გიხდი მონაწილეობის მიღებისთვის, დაგემშვიდობები და გისურვებ წარმატებას. ჩემთვის შენი მოსმენა ყოველთვის შთამოგონებელია, იმიტომ რომ ჩვევია ძალიან მარტივად ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ზუსტად ვიცი რომ საქმიანობასაც ამ სულისკვეთებით ახორციელებ. ძალიან ახლოს ხარ ახალგაზრდებთან, შენი გამოცდილებებს იყენებ, ხარ გულუხვი, ხარ ჭკვიანი, ძალიან დიპლომატიური და მოკლედ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ, ზუსტად ვიცი, რამხელა ძალა ხარ შენი რეგიონისთვის და უკვე შენს დიდერ გამოცდილებას ახლა სხვა ახალგაზრდებს უზიარებ. ძალიან დიდი მადლობა ტასო მოწვევისთვის და მართლა მნიშვნელოვან საკითხზე საუბრისთვის. იმედი მაქვს რომ სხვა ახალგაზრდებისთვის ინსპირაცია შეიძლება გახდეს ჩემი და ჩემი მეგობრების გამოცდილება და თქვენს სათემო ცენტრსაც ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას და მომავალში ბევრი სასიკეთო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მადლობა, ასეთ პროექტებში არაერთხელ მოგიწევთ ხოლმე როგორც ტრენერს და ეს უკვე მეორე შემთხვევა არის რომ ჩვენს გვერდით ხარ და ძალიან საინტერესო დღეა ჩუქე ახალგაზრდებს. შეგახსენებთ რომ ონლაინ სათემო რადიოს შექმნას მხარი დაუჭირა გერმანულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ DVV International-მა. ფინანსური მხარდამჭერი არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენი სათემო რადიოს მიზანი არის რომ ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, მათი ხმის გაჟღერებას და გააქტიურებას. რადიოს ექნება საგანმანათლებლო დანიშნულება, მსმენელებს მივაწვდით ინფორმაციას ქალთა უფლებებზე, მათ პრობლემებზე, სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებზე და მიღწევებზე, ზრდასრულ ასაკში გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლის საშუალებითაც ქალებმა შეცვალეს თავიანთი და სხვა ადამიანების ცხოვრება. ანი მოსემხდულიშვილის ისტორია ნამდვილად ამის მაგალითია. წარმატებებს გისურვებთ, შევხვდებით მომავალ გადაცემაში.